მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო. დღეს არის ახალი ვლოგი და თქვენ უკვე ნახავდით ქორწილის ვლოგს, რომელიც დაუვიწყარი იყო ნამდვილად, ღირდა წასვლა მან და კარგი დროც გავატარეთ. მართალია ბავშვებთან ერთად ბევრს დავდიოდით და სულცე ყვავნდოდნენ და ესე თნაირად, მაგრამ უმაგრესი დრო გავატარეთ. მართლაც ძალიან მაგარი იყო. იმ გოგომ უმაგრესი მაკიაჟი გამიკეთა, თმებით ძალიან ლამაზად გამიკეთა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რა ვიცი, ძალიან მაგრად მიხაროდა. ეხლა ყავას ვიდუღებ და ჩემ მეუღლემ გუშინ მომიტანა, საერთოდ არ ველოდებოდი შემოკარგება, იმიტომ რომ ჩვენ რო უკვე ქორწილის დღეს ავღნიშნეთ, იქ ვარდები იყიდება და ჩემ მეუღლემ ვარდი მაჩუქა. ხო და ნახეთ, დიდი ბუკეტი იყო, რასაც ქვია და აი ესე გადავანაწილე, ყველა ესე ძალიან ლამაზია, ძალიან ხდება ჩემ სამზარეულოს, ყველა სამზარეულოს ხდება, რა თქმა უნდა, ყვავილები. ვაზას ისა, მიაქცევთ ყურადღებას რაში დევს, მთავარია სილამაზე, ხო? ნახეთ რა ლამაზია. ამ კუთხეში ეს ყვავილები დავდე, ნახეთ. ერთმანეთზე უკეთესები არიან, აი ნახეთ, ულამაზესია ჩემო მეგობრებო, ძალიან ლამაზია. აი ნახეთ ეს ვარდები. ნახეთ, ძალიან ლამაზია, ძალიან. ვაიმე. ხო ძალიან ლამაზია. ეხლა ყავას დავისხა. ბავშვები უკვე ჩავაცვით და წაიყვანა ჩემი მეუღლემ ბაღში, მე დამითავ დღეს უკვე მეხუთე-თხია შვებულები და აი ძალიან ესე ვთქვათ, კარგად გავატარე. სახლში ესე ვთქვათ, არ დამილაგები ჯერ არაფერი. მარტო ზედაპირულად, ესე გენერალურად არ დამილაგები არაფერი და არც გადამიწმენდია. გასაწმენდი მაქვს ყველაფერი. რა ვიცი, მოვახერხება, არ ვიცი უკვე. ხო და ეხლა ყავას დავლევ. და დღეს ახალ ვლოგს შემოგთავაზებთ შემოთბილებო. ჩემი და ქალის დაბადების დღეა. აი ბლოგერი რო არის მეთქი, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან საყვარელი გოგოა. და ისა მივდივართ მათთან. ოღონდ გოგო შკორ დაბადების დღეს საკეთებს, ანუ მარტო გოგოებს პატიჟებს ბავშვების სახლში მამებთან და აი რო წავალ, უბრალოდ ჩავიცმევ ძალიან ისე სადაც და რო წავალ და რაღაცა, რა თქმა უნდა, იქაც შემოგთავაზებთ ვიდეოებს და რა ვიცი, ვიხალისოთ მერე, ვუყუროთ, მოგეწონებათ იმედია, ნახავთ როგორ აღნიშნავთ და რაღაცები. ერთი სული მაქვს მოკლედ. ასე რომ ამ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. ბავშვების ოთახი თლად გადასალაგებელი მაქვს, ეხლა არის ზუსტად 9 საათი. ყავაც მოსწარი მიუზადება, აბანომა კიდე გასახეხი. ესენი აუცილებლად უნდა გავაკეთო და შემდეგ უნდა წავიდე საყიდლებზე. დღეს არის შავი, დღეს არის დიდი ფასდაკლებების დღე. მე არ მიყვარს ამ სიტყვის ხსენება. მიხვდებით რა დღეც არის და დიდი ფასდაკლების დღე არის და ძალიან მომეწონა ნიუ-იორკერში შავალი. მინდა ჩავიზომო, ვნახო როგორ მექნება და პლუს ქორსო იტალიაში მომეწონა ძალიან ბუგები თუ რაღაცეები, ანუ ეხლა ჩასაცმელი რაღაცეები და მინდა რომ ვნახო როგორ მექნება, რანაირად მექნება მომეწონება, და ჩანთის ყიდვა მინდა კიდე. აი რუკზაკი, ანუ ესე სასკოლო ჩანთებს რო ოძახიან, მაგრამ მე სამსახურში იმდენ რაღაცები მიმაქოლმე ჩემი მები. ჭირდება რა ეგეთი ჩანთა და ძალიან მომეწონა, მაშინ არ ვიყიდე და ეხლა მინდა ძალიან ვიყიდო. თუ მოახერხებ არ ვიცი და ჩემ დაქალსაც მინდა რამე დაბადების დღეზე ისეთი საჩუქარი ვაჩუქო, რომ ძალიან გაუხარდეს, მაგრამ ვერ ვფიქრობ სიმართლე გითხრათ, ვერაფერს. მირჩევნია ვაჩუქანხა და ყვავილები. ხო. თვითონ სულ ჩუქნის, აი არ ვიცი, ყოველთვის ფიქრობს რა მომეწონებოდა, რა გამიხარდებოდა და სულ იმას ჩუქნის, სულ მეკითხება ხოლმე რა და მე რო ვეკითხები არაფერი არ მინდა რომ წერს, მე აღარ წერ არაფერს, რა ვაკითხო, არ მეუბნება არაფერს და ამიტომ ესე გადავწყვიტე, რა ვიცი, ფიქრობ რომ აი იქნება მისით რაც მოეწონება, იმას იყიდის. ხო, მოკლედ ესე შემოთბილება, ახლა ყავას მივირთმე. ჩემი ლამაზი ყვავილები. ნახეთ, ჩემი ლამაზი ყვავილები. ამზარეულოს მოვყურებთ, ასეთ დასრული რო არის. ჩემ ყვავილებს შეხედეთ, ულამაზესი. გუშინ რო შემოვიდა ჩემი მეუღლე, ჯერ ვემალებოდი, ესე ვაკეთებთ ხოლმე.
ბავშვებმა სანამ მიპოვეს, გვერდით კარებს რო აღებ იმის უკან ვიყავე. სანამ მიპოვეს ბავშვებმა ისე, ჩემ მეუღლე არ შემოდის. ფიქრობ რატო არ შემოდი და გადავხედე ესე და აი დიდი ბუკეტით რო დავინახე, ვაფშე რა არ ველოდებოდი და იმდენად გამიხარდა, იმდენად რომ რა ვიცი, სროთები გადავუღე და მე ესე დავანაწილე, რომ ჩვენი ყვავილებმა არ იგნონ თუდა თავი. და ესე ბუკეტები რო ახალმა გატეხილია, ტოტები აუცილებლად უნდა და გადააჭრა, გადმოჭრა, რომ ყვავილებმა დიდხანს იცოცხლოს და ეგრევე მოვაწესრიგე ჩემს ლამას ვაზებში. რა ნიშნობა აქვს, თავარია ჯამთელი იყოს და კარგად გრძნობდა ჩემი ყვავილებმა თავი. ხო გესმით ჩემი ლამაზებო. და ესეთნაირად ჩემოთფილებო. აბა, კარგ ვიდეოს და ვლოგს გისურვებთ. ყურებას. გაკოცეთ ყველას, წავამყევით. აი, ჩემო მეგობრებო, ნახეთ, გავაპრიალე აბანო ერთი ტილოთი, ჩემი Greenway-ის ტილოთი. ეს რა თქმა უნდა, ფარკე გავწმინდე მინის ტილოთი. აქაც მისტიკით ვიხმარე, რა თქმა უნდა, გავხეხე უნიტას ცალკე მისი ტილო აქვს. მთლიანად აბანო გავხეხე ერთი ტილოთი და აი არ ვიცი, იმდენად სწრაფად მოვახეხე, რომ ვერ წარმოიდგეთ. არც ისველი, არაფერი არ დარჩენილა. აი ნახეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. მეგობრებო, აი ეს მაისურები კიდე ტერანოვაში ძალიან მომწონს, ესე ვიდეოების გადასაღება ძალიან ლამაზია და ეს შარვალი ვიყიდე. მიცადეთ. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. აი ნახეთ. აი ესეთი შარვალია. ძალიან მომწონს, რაღაც უცხო შარვალია რა. ფერიც უცხოა და რაღაცნაირი მოცხოა. ეხლა მიდიარ ჩემი ახალი გამოდების და თან ბავშვებიც მიყავს და ნახეთ. გაიმე რა ლამაზია იქ. საჩუქრები. Paro, vídeo. Привет. Рада. Ура, как ты тогда Каргат. Вы как мирхати да всё? ზალა. Აკოცედე დას მამა. მოდი ერთი ფოტო გადავიდე. საჭმელები გააკეთე, ხო? Გახსენი და აჩვენე. აი კოფია სოფა Ничего не надо. Пожалуйста, не выкладывайте все. Просто хочу вас велодеби. Мы хотим... ეს ის არის, ხო? ვისა? გოგო რა არის ეს? კამერა, ხო? აი, რა მაგარია. ზა მაგარია. რა მაგარია. Женщина, у вас цветы упали. Вот это ключица это. И рыбалку не сможешь играть, да? Идеалури в шоке, идеалури. Дядя Дейда. მარტაი ყველა მწიდან ყავს ყველა იდეალური და შეხარყა. მეუღლეც ისეთი შემფარო მისი
მხარეც ისეთია, რომ ანუ მადლობა ყველას შემოკარგებო და მნიშვნელოვანი ხართ ჩემთვის ყველა. შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩვენ ცხოვრებაში. მადლობა. გოგო, ის რომ გაიცინენ უკვე ხოც სლოზი ხრება და აი რომ უნდა გეტირა, ვიდეო ვერ გადავიხემ ასე, გო იტირა ერთი წუთით. დამადების დღეა. Нравится эта песня? იმიტომ რომ დრესია. დამადების დღეა. რა ლამაზი დღეა. არ უნდა. მუტიკი არ მოწონს. არა, უნდა აქ ვიდგე. უნდა გეშ, აპუსკაეში. დაი, ოპა. გინდა? მიდე. Где моя розочка? სადა ნელა, სიცა მოარტა უცებ. მე და ნიკა რის გავსროლობთ, იცი ის არის. იგი რომ დროჭიკი და არნეალი პოლე. და ასე ვაკეთებთ, იცი? ამალია. ვით შენს ვიდეოს YouTube-ზე არ უყურებს, ის აღარ შეხვდება. მოდი ჯერაი, გოგო. სინდა მიზაკიდოა იგი. მოია. არა. არ მინდა. ეში დაიბადე, მომერჭი. დაიტავე. მოგესალმებით ყველა ჩემო თბილო მეგობრებო. დღეს არის ახალი დღე და უკვე ყავა მივირთვი, რა თქმა უნდა. დღეს არის კვირა და ჩემო საყვარელო მენეჯერმა მითხრა, რომ სახლიდან შეგიძლია იმუშაო და ბავშვებთან ერთადაც იყოვო. ისე გამიხარდა და ეხლა გუშინაც და დღეს სახლიდან მუშაობ, მაგრამ დღეს სამუშაო დღე მაქვს, რა თქმა უნდა. კვირაში 2 დღე ვისვენებდი, ამ კვირაში 2 დღე ვისვენებდი. ხო და ისა, ეხლა შემოვედი, იმიტომ რომ ეხლა ვლოგი უნდა ავტვირთო და რაღაც დეტალები აკლია ჩემო თბილებო და ეხლა მოგიყვებით რა. ქორწილში რომ ვიყავით, მე წინა კადრებსაც გიყვებით, უკვე ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ძალიან და ჩემი და ქალიც რა თქმა უნდა. და ჩემმა და ქალმაც ისეთი კარგი ფოტოები გადამიღო, ისე კარგად გავერთეთ, ისე კარგი დრო გავატარეთ, რომ რა ვიცი, ჩემი და ქალი ალბათ რო არ ყოფილიყო, ესეთ ფოტოებს ალბათ ვერც გადავიღებდით და ეს სამახსოვრო ფოტოებიც არ გვექნებოდა. ვიდეოც გადავიღე, ძალიან საყვარელი და ლამაზი გამოვიდა. რა ვიცი, ყველასათვის იმდენი კომენტარები დამიწერეთ, იმდენი და უდიდესი მადლობა მინდა თითოეულს გადაგიხადოთ ჩემო თბილებო. აუცილებლად გიპასუხებთ ყველა სამადლობელი სიტყვებით, რა თქმა უნდა. ძალიან გამიხარდა ჩემო თბილებო, რომ მყავხართ, მართლა უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულთაგან ჩემო ლამაზებო და თბილებო. თქვენი ამ ლამაზ სიტყვებისთვის. მეორე დღეს თუ მესამე დღეს უკვე წავედი ჩემი და ქალის დაბადების დღეზე. უბრალოდ თანხა ესე ვთქვათ ჩავურიცხე და რაც უნდა და მას ის იყიდა ძალიან უხაროდა, ანუ ჩვენი სახელით და ყვავილები მივუტანე და ძალიან გაუხარდა. კადრები მაქვს, დღეს ამ ვიდეოში ნახავთ ყველაფერს, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ჩემი და ქალი როდესაც სამადლობელს ამბობდა რომ მოხვედით ჩემი მეგობრებზე და ქალებზე ყველაფერზე ტირილი ანუ ცრემლები წამოვიდა იმდენად გულიანად ლაპარაკობდა რომ ტიროდა ისე რომ ძალიან საყვარელი და ქალი მყავს მოკლედ ძალიან კარგი გოგოა 2019 წლიდან ვიცნობ აპრილის 2019 წლიდან გავიცანი და დღემდე ერთად ვართ რა ვიცი ძალიან ისეთი კარგი მოგონებები გვაქვს ერთად შემოკარგებო ხოდა ამ კადრებსაც შემოგთავაზე. ხვალ პირველიდან მუშაობ და დღეს ახლა მინდა რომ გამოვაქვეყნო ეს ვიდეო. არ ვიცი რამდენ ხანში გამოვაქვეყნებ. სეზონი დაიწყო ბაკურიანში და რა თქმა უნდა ბევრი ზარებიც გვაქვს და ამიტომ ძალიან დაკავებული ვარ. აქეთ ლაივშიც გამოვდივარ ხოლმე. და რა ვიცი, საკეთ სანტობანას თამაშობთ, მე შიგადაშიგ გადაგიღებთ და გაჩვენებთ, ან ერთ ვიდეოს გავაკეთებთ და გაგიზიარებთ კონკრეტულად. და რა ვიცი, ესეთი სიახლებია ჩემთან ჩემო თბილებო.
ეხლა ბავშვებს მუსიკები ჩაურთეთ, თან ცეკვავენ, თან თამაშობენ. სახლი გადატრიალებული მაქვს, ეხლა რომ დავასრულებ სამუშაო საათებს და შიგ დავალაგებ თან პლიუს. და რა ვიცი, ესე კადრებს, ესე ვიდეოს ვეღარ ვიღებ ჩემოთბილება, მკიმწყლება გული, მაგრამ რა ვიცი, უნდა მოვიკრიბო ძალა, კარგად და დავიწყო გადაღებები ჩემო ლამაზებო. აბა აქ დაგემშვიდობებით, იმედია ეს ვლოგი მოგეწონებათ, იაქტიურებთ, დამიგულებთ, დამიკომენტარებთ და გამოიწერთ არხს, ვისაც არ აქვს გამოწერილი. უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თითოეულთაგანს კიდევ და კიდევ ჩემო ლამაზებო და თბილებო. ძალიან მიყვარხართ, გაფასები და მაიმედეთ. გააკოცეთ.